მოგესალმებით ჩემო ლამაზო მეგობრებო, დღეს არის 4 შაბათი. ძალიან აცივდა. უკვე გამოვიყეთ ჩვენი ქურთუკები, არ უნდა ჩამეცვა დღეს თილი და დავით მომითხარ რომ ჩაიცვით ორი ცივა, მე თქვი, კაი, ჩავიდე. ვაიმე, კიდევ კარგი ჩავიდე, გავიყინე. მოდის ზამთარი შემოდგომა. საერთოდ არ მეყვარს ეს სეზონი, აი საერთოდ. გინდაც ახალი წელია, გინდაც შობა, გინდაც ჩემი დაბადების დღეა იანვარში. არ მიყვარს. მე ეს დეკემბერი, ნოემბერი, თებერვალი არ მიყვარს ეს თვეები საერთოდ. დიდი ბოდიშით ვისაც უყვარს. როგორ ხართ, როგორ გიკითხოთ, ჩვენ კარგად ვართ, ბავშვები კარგად არიან, ჯერჯერობით ცუდად არ არიან. ხო და რას ვამბობ, ბარ გავჩერდი. ხო და ჯერ არ არიან ცუდად, ძალიან მალე ალბათ გვექნება 40 სიცხეები და გრიპობა. მაგრამ ღიმილით. ასე რა გეგმები გვაქვს დღეს? დღეს არის როგორც გითხარით 4 შაბათი, 4 შაბათობით დილით წესით დენისი მიმყავს კალათბურთზე და დღეს გაცდა და ძალიან არ მესიამოვნა, რადგან კვირაში ერთხელ აქვს ეს კალათბურთი 1 საათი არც კი და ესეც რო გაცდა რა გამოვიდა რა და მივწერე მის ვინც ამ ყველაფერს ორგანიზებას აკეთებს მეთქი იქნებოდა ამ კვირაში სხვა დროს რამენერთ მოძებნოთ და ბავშვები მოვიდნენ კალათბურთზე კიდაც საღამოს იყოს საღამოს 8 საათზე საღამოს 7 საათზე რამენაირად მეთქი ვისაც შეუძლია მოიყვანოს ბავშვები და სამწუხაროდ არაო დარბაზიო არ აკვაქვს და ვერაო. ნერ მომეშალა, იმიტომ რომ როცა იხდი გინდა რომ ხო ბავშვმა იაროს ნორმალურად და ესე იგი ამ თვეს სამჯერ იყო კალათბურთზე 45 წუთი. როგორ უნდა ისწავლოს არ ვიცი. დავიდიც მოვიდა. აბა ახლა წავალ მივხედავ და დაგილაპარაკებით. ხო და რას გეუბნებოდით, მანქანა შევცვალე დავითთან ჩავჯექი, მივდივართ მაღაზიებში, რადგან დღეს დილით დრო გვაქვს. როგორც გითხარით, არ მიყავს ტენისი და ასე. მივდივართ მაღაზიებში, საჭმელი, რაღაცეები, ნასკები, წინდები, დენისისთვის მინდა უფრო სწორად. Il a pas de chaussures? Transparent. გამჭირველი ფეხს მილიაცვია ერთ კაცს და თითქოს არ აცვია ფეხზე. ხო და მივდივართ მაღაზია Aldi, მსგავსი Lidl-ისა Aldi. ეგეც გერმანულია, ძალიან მიყვარს გერმანული მაღაზიები და საერთოდ გერმანული ყველაფერი მიყვარს. ხო და ასე მე სადმე მაღაზიაში წავალთ რაღაცები გვინდა ზამთრისთვის, შემოდგომისთვის, შარვალი ან სვიტრი, მე ქურთუკი მინდა სხვა, ის უკვე მე რამდენი წელია მაქვს უკვე. მე-4 წელია უკვე ეს ქურთუკი მაქვს და რაღაცა მინდა ცოტა შევიცვალო. წესით დღეს ან ხვალ უნდა მოვიდეს ამანათი, რომელსაც ველოდები, ერთი სული მაქვს რომ მოვიდეს. გამოვიწერე საიტიდან Pretty Little Thing, დავწერე აქა. ძალიან განთქმული საიტია და არასდროს არ გამომიწერია მაგედან. სულ მეშინოდა რომ მაინც ამერიკიდან მოდის. და სულ მეშინოდა რომ რამე პრობლემა მოხდარიყო მოსვლის დროს და არ მოსულიყო და ასე შემდეგ. ძალიან მომეწონა მაგათი კაბები, სულ მომწონდა და ვერ ვიწერდი და ეხლა რა ვიცი, გადავწყვიტე გამოვწერო. და რომ მივიდა, რომ მადლობა თქვენი ამანათისთვის და მალე გამოგიგზავნით თქვენს ამანათს ეწერა რომ მოდის ლონდონიდან, ანუ ინგლისიდან და ძალიან გამიკვირდა, მე მეგონა რომ ამერიკიდან მოდიოდა. ნახოთ რა მოვა, როგორი მოვა, ყველა აქებს. ძვირიც არ არის ძალიან, როცა ფასდაკლების კუპონი გაქვს და ფასდაკლების კოდი გაქვს, ძალიან კარგია. ამიტომ
არ მახსოვს მე რაღაცა კოდი მქონდა არ მახსოვს რა კოდი იყო მე მგონი ახლა უკვე აღარც მოქმედებს მაგრამ თუ რამეს ვიპოვი სანამდე ამ ვიდეოს დავდებ აუცილებლად დაგიწერთ და აუცილებლად გაჩვენებთ რა გამოვიწერე და ეხლა ცოტა მეშინია რადგან ამბობენ რომ მაგ საიტებში ცოტათი დასაცმელი დიდია ანუ M-ს თუ იცმევ S გამოიწერე M-ს თუ L-ს თუ იცმევ M გამოიწერე და ეხლა მეშინია რადგან მე ყველაფერი M-ი გამოვიწერე და ცოტათი მეშინია რომ ცოტათი დიდი მოვიდეს oui c'est là ხო და ესეთი ამბებია დენის მოვიდა ალუინის კოსტუმი ხო წარმოგიდგენიათ AliExpress-დან გამოვიწერე სონიკის საშინელი კოსტუმი რადგან დენისი სონიკზე გიждდება ამიტომ თხოვა რომ სონიკის კოსტუმი გამომიწერეო ხო წარმოგიდგენიათ რა მოვიდა გაჩვენებთ სურათს დადგმით ვაიმე მოვკვდით სიცილით მაგრამ თავარია მაგას გაუხარდა და მაინც თქვა რომ კარგიაო და შევაშინებო ბავშვებსო რადგან აქ ალუინის დროს სკოლის მშობლობა ვიკრიბებით და ვაკეთებთ ხოლმე რაღაც დღესასწაულს ამ წელს ვაკეთებთ წავალთ კანფეტებს მოვკრეფავთ გადავიღებ თუ შევძლებ საღამოს მივდივართ ბავშვებიან თავისი კლასის მშობლებიან მივდივართ კანფეტების მოსაგროვებლად ჩვენც რა თქმა უნდა ჩავიხატოთ და შემდეგ ჩვენმა ქალაქმა თავისი დარბაზი გვათხოვა და ბავშვებს იქ ფილმს ჩავურთავთ გავყიდით პიცებს და ჰოტ-დოგებს კი გავყიდით იმიტომ რომ რითიც ფული აგროვდება მაგითი უკვე შეუძლიათ ბავშვებს სადმე ექსკურსიაზე წასვლა წინაზე ზოოპარკში იყვნენ დიდი ზოოპარკი ახლა არ ვიცით ნახოთ და ამიტომ ჰოტ-დოგებს გავყიდით მენიუებს გავაკეთებთ ჩიპსი ჰოტ-დოგი წვენი და ფილმს ჩავთავთ და საღამოს 9:10-მდე ვიქნებით იმ დარბაზში და კარგ დროს გავატარებთ დარწმუნებული ვარ უიზა მომდა ძიზასთან არის მე საღამოს გამოვიყვან ცელაბა მე გამოვიყვან 4-ისკენ წავალ დენისის გამოსაყვანად დენისი ბებიასთან დავტოვე არ გითხარით დენისი ბებიასთან დავტოვე რადგან კალათბურთი არ აქვს და დღეს სკოლა 4 შაბათობით არ აქვს ჩვენ აქ საფრანგეთში და მე წავალ სამსახურში დავიდი წავალ ეგეთ სამსახურში და დენის და ლუის გამოვიყვან საღამოს 4-ისკენ და მე ალბათ წავალ ჩემი მშობლების სახლში რაღაცები მაქვს რაღაც დამავიწყო მგონი მაგრამ მაინც დავბრუნდები სახლში და იქ წამოვიღებ ასეთი დატვირთული დღე მაქვს მეგობრებო ვალეცი ესე ჩემი საყვარელი მაღაზია ერთი ჩემი საყვარელი მაღაზია ქარია საშინელი და ის არ მოდის ці უნდა ნახო მაქვს თუ არა ამის ალუინის კანფეტებია ნახეთ უნდა ვიყიდო ერთი პაჩკა რომ დავურიგო ბავშვებს რომ მოვლენ ვიწყებთ ძალიან ესე ადრიანა მაღაზიაში დიდი ხანი არ მოსულვათ ouais ah oui ça c'est pas mal ça je vais prendre un et je vais faire comme une soupe ou quoi pommes de terre არა ეს კარგია ნახეთ საერთოდ არ არის ძვირი აი ეს მთელი არის €1 და 60 ძალიან იაფია და ამით შეიძლება კაი გემრიელი სუპის გაკეთება ფასდაკლებები არის ხოლმე აქა ამიტომ საინტერესოა მოსვლა დილით მაგრამ ახლა აღარაფერი აღარ არის ესე იგი ვიღაცა უკვე მოვიდა ჩვენზე ადრე სალათას ავიღებ ერთ ცალს აუცილებლად არა აისბერგს ავიღებ
ამასთან უფრო იაფი გამოდის და უფრო მეტია შეგნით. Je vais prendre le viande hachée là. Ça peut être mélange avec ეს არის ფარში. შეიძლება შერევა და გემრიელი გამოვიდეს. ეს რა არის? ესეც შეიძლება ამასაც ავიღებ. On prend ça d'où? Chou, on prend ça? Nous machunet puntu შევჩენ სარსიძე. კარგით, მეგობრებო, ხა დაგტოვებთ, თუ რამე საინტერესოა, ეგრევე გაჩვენებთ. და მე თმები მაქვს ძალიან. ვითომ რაღაცა ბროშინგი გავიკეთე, მაგრამ რეცხა ზედმეტი მომივიდა მე მგონი. ნახეთ რა ვუღე ჩემ გოგოს. ვაიმე, პეპაგოჭი, ცუგუდ გავხარდება. აი ესე, გამოვედით. როგორ უცბად წნარად და მშვიდად ჩატარდა ეს მაღაზიები ბავშვების გარეშე. რა ვიცი, ნახევარ საათში მოვაგვარეთ. ბევრს ვიღებ, რომ გაიზომოს და ნახოს კარგად აქვს თუ არა. მაგრამ ყველაფერი მომწონს. Y a pas de M. ეხლა დავიდი დეფილეს მოგვიწყობს. Ouais. ვიყიდეთ რაღაცები. სამი სვიტრი აიღო, 2 ჯინსის შარვალი დავიდმა. აი ესე და ეხლა მოვედით საჭმელად. რადგან ბავშვები არ გვყავს. უნდა დავიჭიროთ ეგ მომენტი, როცა ბავშვები არ გვყავს და წყნარად მივირთმევთ. Ah ouais? Là, il y a du fromage. რა თქმა უნდა გაჩვენეთ. ერთად ნახოთ რადებს. Maman, Ah, c'est à maman ça, c'est pas à toi.
გაიწიე გოგო და მასწავლე გადავიღო ვიდეო გოგო გამოდი გოგო გამოდი ვაუ დავიწყოთ ფეხსაცმელი ეს არის ფეხსაცმელი დუშპა ხელი არ ახლო ლუის აი ასე ლამაზი იმებში დევს ესე და არის აი ესე უზომოდ მომეწონა აი არ ვიცი წესით არ მიყვარს ეს თემი რაღაცებზე მართლა არ მიყვარს და ეხლა ძალიან მომეწონა და არის ზომა ნომერი 5 წესით ნომერი 5 როგორც გითხარით არის 38 წესით ნახ გავიზომავ და ვნახავ ეს ფეხზე კაბები გამოვწერე გაჩვენეთ როგორი კაბა გამოვწერე გვერდით და ნახავთ თუ მასეთი მოვიდა ვაუ აი ეს პირველი კაბა რომელიც უზომოდ მომეწონა და იმედია რომ ჩემი ზომა იქნება 38 ნუ ჩანს რომ ჩემი ზომაა ესეც მეორე კაბა აი ასეთი უბრალო კაბა ეს გამოვიწერე მაინტერესებდა როგორი მოვა და მოვიდა ისეთი როგორც ვიცოდი ძალიან თხელი და უბრალოდ შავი კაბა ორი შავი კაბა გაჩვენეთ ესეთი როგორებია და მთავარი იყო ეს მინდოდა უზარმაზარი დიდი სქელი თბილი ესეთი ჟილეტი უზარმაზარი და როგორც ხედავთ ძალიან ბილი მინდოდა და გრძელი და აი მართლაც ერთი უყურეთ რამისი გრძეა აი მე თუ ამით შემცივ და არ ვიცი ნახეთ რა გრძელია ნახეთ სულ დაბლამდე არის და მე მგონია ძალიან კარგი სამწუხაროდ ჯიბები არ აქვს მიყვარს ჯიბები რა გთხოვე მაგრამ არის სქელი თბილი და დიდი David, regarde comment il est long. Ah bah, ძლივ ჩავიცვი. 38. ჩემი ძალიან მიჭერს. სამწუხაროდ უკან გავაგზავნი. ძალიან მომწონს ესეთი მინდოდა, მაგრამ ესე თუ მომიჭერდა, არ ვიცოდი. არა და ზედ ეწერა, რომ ცოტათი სხვილი ადამიანებისთვისა. მე მეგონა რომ ჩემი ზომა კარგად იმეგინე მეშინოდა რომ მეთქი რომ პატარა იქნება წარმოიდგინე. დიდი იქნება მე მეგონა უბრალოდ. ეს არის პირველი კაბა რომელიც არის ძალიან მე ვფიქრობ რომ პატარა მაგრად მიჭერს. შეიძლება ეს უნდა იყოს, შეიძლება ესე განკუთვნილია, უკან არაფერი არ არის, წელი ღია არ არის. უბრალოდ აი ასეა. ძალიან ლამაზი კაბაა, ვერაფერს ვერ იტყვი. ხარისხიც კარგი აქვს, შავი მაგრამ ძალიან მიჭერს. ძალიან მიჭერს, აი თითქოს და ახლა გამისკდება გული. ესეც მეორე კაბა, რომელსაც ნორმალურად ვერ გაჩვენებთ, რადგან უბრალოდ გამჭირვალეა. ყველაფერი ჩანს. ეს არის ჩოლებრივ გრძელი კაბა, გრძელი რა ესე, მოჭერილია ძალიან ესეც და ამიტომ ვერ გაჩვენებთ. ეს ფეხზეც არ ვიცი. მარტო მომწონს ეს გრძელი სქელი ჟილეტი, არც ვიცი თუ ამასაც დავიტოვ. ძალიან გული დამწყდა, ძალიან. ეხლა ვაწყობთ უზარმაზარ პაზლს. ვერ აგვიწყია. თავი გაგვისკდა. Ça va pas ici. Hein. Je regarde la boîte. Maman, tu filmeras dès que ce sera fini. Bien sûr. Maman, T'es content? Oui. Maman, 2 heures. je peux dire les Pokémon. Vas-y. Oh non, bah non, on écoute la belle musique. Maman, je me filme pas.
ახლა არის კვირა დილა, ძალიან დიდი ხანია მინდა ჩებურეკების გაკეთება, ამიტომ გუშინ საღამოს გამოვიღე ფარში საყინულიდან და დღეს დილიდან მინდა რომ გავაკეთო გემრიელი ჩებურეკები, რა თქმა უნდა, გლუტენის გარეშე, როგორც იცით, მე მაქვს ალერგია ხორბლის ფქვილზე და საერთოდ ხორბალზე მაქვს ალერგია, ამიტომ სახში მაქვს, რა თქმა უნდა, ხორბლის ფქვილი, მაგრამ ძალიან ხშირად ვიყენებ ხორბლის გარეშე. ვცდილობ რომ შევურიო სხვადასხვა ფქვილები, სხვადასხვა ფირმის ფქვილები შევურიო ერთად გლუტენის გარეშე, რომ უფრო საინტერესო დასამუშავებელი და უფრო ადვილი დასამუშავებელი ცომი გამომივიდეს. ამიტომ ახლა ვაკეთებ ფარშს, ქინძი, ხახვი და ფარში, ძროხის და ღორის ერთად ვურევ რომ წვნიანი გამომივიდეს, რა თქმა უნდა. ჩებურეკი მე მახსოვს როცა დედაჩემი მოდიოდა ჩემს წამოსაყვანად სკოლიდან და გზაში მყიდულობდა, გვერდზე ჩემი სკოლის გვერდზე იყიდებოდა ჩებურეკი. უგემრიელესი იყო, წვენი სულ გადმოდიოდა და ის სასწაული გემოქონდა და სულ ეგ მახსენდებოდა, ძალიან კარგ დროს მიყავს ჩემი თავი, მე მგონი ამ კერძს. აი აქ ვაკეთებ ახლა ვურევ ორივე ფქვილს. ფსილიუმს დავუმატებ, როგორც ნახეთ ჩემს წინა ვიდეოში, დავტესტე ახალი რაღაც, ანუ ფსილიუმს ვუმატებ გლუტენის გარეშე ცომებში და რაღაცნაირი ეს გლუტენივით მოაქვს ელასტიურობა და კარგი ეს ტექსტურა, რომელიც ადვილი დასამუშავებელი გამოდის ცომი. რა თქმა უნდა, კარგად ვურევ ჩემ ცომს, ფქვილი გლუტენის გარეშე მაქვს, თქვენ რაც გაქვთ, რა თქმა უნდა, მაგეთი გააკეთეთ, მაგრამ რა თქმა უნდა, ადუღებული წყლით ვაკეთებ ჩვენს ცომს. და რა თქმა უნდა, აქ არ გავჩერდი. გადავწყვიტე გავაკეთო ახლა ხაჭოს ორცხობილები. აქ მქონდა ხაჭო, გავურიე ერთი კვერცხი, ვანილი, ცოტათი შაქარი და გვერდზე გადავიტანე. შემდეგ გავაკეთე ცომი, ჩვეულებრივი ორცხობილას ცომი, მაწვნიანი. და გავაკეთე ეს ხაჭოს გულსართით ორცხობილები.